ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმ დახას ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ღრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. Boom! ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არი ნერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა ვეგაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან. სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომაზეა ბულ. მართალია თორ, მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო, თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაკს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ!
შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ხო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ფეხელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. სანიშნავია მინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც გემრიელია, შეხედე, ჩიტები. ოი, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არა ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან. გამარჯობა, მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? გთავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო. მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია. ამიტომ მსაჯი იქნება. აი ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწყინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაკ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო. მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია თორ, ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ. რა ხოჭაღი ხარ თორ? შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დაუტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ! ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა! დო, შემოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება. არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ, ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ.
დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება. შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა, ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. ბეცია კაცია, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან დღეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედია, არ ენერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ, ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასწრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს,
რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მარჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო. ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა, გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. რა მხიარულებაა, მეგობრებო? ო, მაგრამ ჯერ აქაურობა უნდა მივალაგოთ. აი, ფრთხილად. კიდევ კარგი რბილად დავეშვით. მართალი ხარ, თორ? მოდი დანარჩენებს დავუძახოთ დასახმარებლად. ჰეი, რაღაც გავიგონე. აქეთ. შეხედე. დაყრილი ტოტები და კაჭრები ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იეთი ახლოსაა. ორე შეხედე. აი იქით. აქ წერია, რომ კიდევ ერთი ნიშანი არის დალახში უცნაური ნაკვალევი. ორე, იეთი აქ იყვნენ. მათ ფოტოს თუ გადავუღებ, ვარსკვლავი გავხდები, წამოდი. იეტიზე ვნადირობთ, გინდათ დაგვეხმაროთ. იეტი არ არსებობს. მათი ნაკვალევი ვიპოვეთ და ბუტბუდი გავიგონეთ. წამოდი, ფედია, დავუმტკიცოთ. სისულელი. თითქოს ნაკვალევი და ბუტბუდი იმას ნიშნავს, რომ იეტი იმალება. არა. იეტის ვერ იპოვიან, მაგრამ შეიძლება ტურბოზავრები იპოვონ. გავიქეცით ბაზასთან, არ უნდა მივუშვათ. მაგარი ნაკვალევი გამოდის. ოიცადე, რომ ვერ დაინახონ. ვარემ თქვა, რომ ხმა გაიგონა. ამან უნდა გადაატანიოს ყურადღება. წამოდი. აი, გესმის ფედია. იეტი ახლოს არის. კამერა ჩართე. კარი უნდა დავზეთოთ. ეს კარის ხმა არ არის, ეს ხმა იქიდან მოდის, სადაც ვთამაშობდით. მოდი შევამოწმოთ. აქ რას აკეთებთ? ხრიალი გავიგონეთ. კარგად ხართ? ჩვენ კი, აი თქვენ კი არა. ჰედე და ბორა, იეტს ეძებენ, რომელიც არ არსებობს. თქვენ კი არსებობთ და მოდიან, ჯობია ბაზაზე დაიმალოთ. ჩვენ სხვა მხარეს დავიყვანთ. არ ვიცოდი, რომ იეტი ამხელა. არა, ორა. მეშინია, ორა. მალე დაგვეწევა. ზევით ავდრეთ, მაღალია, მაგრამ იქ ვერ მოგწდება. ვერ მოგწდება. მაგრამ ქვევით როგორ ჩავალთ? ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გვიშველეთ. რა მოგივიდა, რა ყვირილია? წავიქეცი, მოიცადე, რა ყვირილი?
გვიშველეთ, ვინმე დაგვეხმარეთ. ბორია, რატომ ყვირის? ის და ფედია საფრთხეში არიან. დახმარება დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! ბორია და ფედია უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიპოვოთ. იეტი აღარ მაინტერესებს. აღარ მინდა ვიყო ცნობილი. ვიპოვეთ თქვენი იეტიზე მონადირეები. აი, სად არიან? ანკი, იქ ასვლა შეძლებ? მაპატიეთ, მაღალი ვარ, მაგრამ ამდენადაც არა. ამ ჯოხებს თუ გავხერხავ, სამაშველო გორაკს ავაშენებთ. არაფერია შეუძლებელი. მეტის მეტად მძიმეა. მე დაგეხმარებით. ეს იეტიმ გააკეთა? რა მნიშვნელობა აქვს? პირველი მე ვიქნები. იპოვეთ იეტი. და რატომ ხართ ასეთი დასვრელები? იეტიზე ვიხუმრეთ. ყველა მიცის რომ არ არსებობს, მაგრამ მაგარი გორაკი ვიპოვეთ დღეში, თქვენ თვითონ ნახეთ. არ მესმის, რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენა, საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე. ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩნდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდე საფრთხეშია? და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავრგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე.
შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემ საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვათ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ. საბრალო ჩიტი, როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს. ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. ტურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით. შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. ხო, მაგრამ კი ნაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ.